დილამშვიდობისა, კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ესეთი აქცია იგეგმება საინტერესო ძალიან. ლამაზი იქნება ეს. ახლა მოდით კიდევ ერთი სიუჟეტი ვნახოთ, ეს სიუჟეტი ნინი გაბიძაშვილმა მოამზადა, პატარა პიანისტებს ეხება, რომელნიც კარნეგი ჰოლში დაუკრავენ. პიანისტებმა 10 წლის სოფიამ და 12 წლის მარიამმა, რომლებმაც ამერიკელ პროტეჟის კონკურსში მიიღეს მონაწილეობა და გაიმარჯვეს, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით 27 მაისს ნიუ-იორკში გაემგზავრებიან. ეს ბავშვები, რომელიც გამოირჩევიან თავიანთი ნიჭით, რაც შეეხება საიდან შევიტყვეთ, რომ გაიმარჯვეს ამ კონკურსში, პედაგოგი და მშობლები იყვნენ მოსულები და მოითხოვეს დახმარება, თხოვეს ბატონი გურამის ინიციატივით მოხდა ეს ყველაფერი. უცებ მოხდა რეაგირება და გადავწყვიტეთ, რომ დაგვეფინანსებინა ეს ბავშვები. იმიტომ რომ ყოველდღე არ გამოდიან კარნეგი ჰოლში ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლები თან ესეთი ნიჭიერები. საფორტეპიანო და სიმებიანთა კონკურსი მსოფლიო მასშტაბით ყოველწლიურად ტარდება. კონკურსის მიზანია ახალგაზრდა და ნიჭიერი პიანისტების მსოფლიოსთვის გაცნობა. სოტნესთვის და მარიამისთვის ეს გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია და მოუთმელად ელიან დაჯილდოების ცერემონიალზე გამგზავრებას. ძალიან გაგვიხარდა, როდესაც გავიკეთ, რომ კულტურის სამინისტრო გვაფინანსებს. დიდი მადლობა, რის შედეგადაც მიემგზავრებიან ახალგაზრდა პიანისტები ნიუ-იორკში, კარნეგი ჰოლში დაჯილდოების და გალა კონცერტში მონაწილეობის მისაღებად. მე მიხარია, რომ დაჯილდოების ცერემონიალზე მივიღებ მონაწილეობას, მაგრამ ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ კარნეგი ჰოლის სცენაზე შევასრულოთ ბებიას წვრთნელი რამბო. ჩემი ოცნება იყო, რომ კარნეგი ჰოლის სცენაზე დამეკრა და ეს ყველაფერი მე ამისროლა და ძალიან ბედნიერი ვარ, რადგანაც კარნეგი ჰოლის სცენაზე მიწევს დაკრა და აგრეთვე მე იქ შევასრულებ მელდესონის პიესას. კონკურსი ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს ნიუ-იორკში ჩატარდება და პატარა პიანისტები კარნეგი ჰოლში მსოფლიოს ცნობილი პიანისტების წინაშე წარსდგებიან.